მოგესალმებით, სიცოცხლე თქვენთაგას. უღონესი მადლობა იმის, რომ გამოწერთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მოვერკატო. მოკლედ დავუბრუნდი სამუშაოს, ისევ როგორც ყოველთვის ესე გამოდის ხოლმე რომ ვქრები, მაგრამ ამასობაში სხვადასხვა საკითხებს ვამუშავებ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, და ამ ეტაპზეც რაღაცა მქონდეს ტარო ფსიქოლოგია ურთიერთობაში, ხო? ანუ ტარო რა როლს თამაშობს და ასე ფსიქოლოგია ურთიერთობაში. შესაბამისად, მოვედი შემოთავაზებითაც, ანუ თუ გაქვთ ესეთი სიტუაცია, როდესაც ვთქვათ, რაღაც გაურკვევლობებია, კონფლიქტური მდგომარეობა არის, ან თუნდაც უბრალოდ ვერ იგებთ ადამიანი რატომ არ დგავს ნაბიჯს, ხო? ან გინდათ რომ გადმოდგას ნაბიჯი. ესეთი შემოთავაზება, ტარო, დევოს ფსიქოლოგია და რა თქმა უნდა, გეგმა, რითაც შეიძლება რომ იმოქმედოთ, იმოძრავოთ და თქვენ საწადად მიაღწიოთ, ხო? მოკლედ ესეთი შემოთავაზება არის. ამ დიაგნოსტიკის დრო არის საათნახევარი, 9 საათი ეთმობა ტაროს, 9 საათი ფსიქოლოგიას და 9 საათი გეგმას, როგორ უნდა იმოქმედოთ, რა თქმა უნდა, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს დიაგნოსტიკა მხოლოდ ერთი კვირით მექნება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ შრომატევადი არის, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ყველაფერს და ფიზიკურად ვერ შევძლებ ბევრი ადამიანის მიღებასაც. ასე რომ ასეთი შემოთავაზებით მოვედი, ხო, ეს პერიოდი რაღაცა ვამუშავებდი ამ ყველაფერს. როგორ იმუშავებდა პრაქტიკაში, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, თებერვალი დაიწყო, დღეს უკვე 1 თებერვალია და მოდით ვნახოთ თებერვლის ენერგიები, რა ენერგიები იქნება თებერვალში, ხო? ესე გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ვნახოთ ფინანსები, კარიერა და პირადი ურთიერთობა. ვარიანტი გავაკეთოთ, მოდით 2. და მოდით გავაკეთოთ, ეს იყოს დასტა პირველი ვარიანტისთვის და ეს იყოს ბაყაყი პირველი ვარიანტისთვის, მე მგონი არ ჩანს და ეს ცოტა ახლოს მოვიდა. ჩემ ბაყაყი წაიცა და მოდით მეორე ვარიანტისთვის გამოვიყენებ სხვა დასტას და ენერგიები არ აირება და მეორე ვარიანტი იყოს ეს დასტა და იყოს ესეთი პატარა სპილო. მოკლედ, პირველი ვარიანტი ბაყაყი, მეორე ვარიანტი სპილო. აერჩიეთ და ვნახოთ თებერვლის ენერგიები, ხო, რა იქნება. თებერვალში პირადი ურთიერთობები, ფინანსური, კარიერული კუთხით. იმედი აერჩიეთ, და შეგიძლიათ დავაპაუზოთ და ისე აერჩიოთ. მე გადავდებ მეორე ვარიანტს. თავისი შეგვიშლის ხელს და ვინც ერჩა პირველი ვარიანტის ბაყაყი, მე მგონი სათანადოდ ბაყაყუნა. ნახოთ რა გველოდება. ფინანსებში, კარიერაში და პირად ურთიერთობაში. დავიწყოთ, აი, გამექცა ფინანსები როგორც მას მოიჩქარის. ხო, ფინანსებთან დაკავშირებით მოდით ესე დავიწყოთ. ძალიან ბევრი არ იცნობთ, პირველ რიგში ესე ვიტყოდი. ფინანსებთან მიმართებაში მოგიწევთ გაფრთხილება, ესე რომ ვთქვათ, თებერვლის თვეში პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო. აქ ცოტა ემოციებთან იქნება დაკავშირებული თქვენი მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ და ნახეთ, შეიძლება იყოს რაღაც ისეთი შემოთავაზება, კონტრაქტი, ხო, ან რაღაცა წინადადება, რომელიც ძალიან სახარბიელო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერს სჭირდება გადამოწმება, იმიტომ რომ შესაძლებელია ამ წინადადებამ თქვენ არ მოგიტანოთ, ესე ვთქვათ, რაღაცა კარიერულად, კი არა, ფინანსურად
კარგი შემოსავალი, შესაძლებელია პირიქით დარჩეთ გაწმილებულიც იმასთან მიმართებაში, რომ შეიძლება თქვათ გააკეთეთ კოლოსალური სამუშაო და ანაზღაურება, თქვათ, ვერ მიიღოთ იმდენი, ხო? ანუ აბსოლუტურად კარგად დააკვირდით შემოთავაზებას, რას გთავაზობენ, როგორ გთავაზობენ, ვინ გთავაზობთ, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ თქვათ, წარსულში არსებული თანამშრომელი გთავაზობს ან უფროსი და უბრალოდ იქნებ გამოსწორდა სიტუაცია, ხო, ისეთი ადამიანი, რომელთანაც უკვე ერთხელ მიიღეთ და იცით რა იყო გაუფრთხილდით იმ მხრივაც, რომ აქ ძალიან დიდი თვალია თქვენს ფინანსებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, აქ ესე ვთქვათ, ნახეთ, თითქოს თქვენს ფინანსურ რესურსთან მიმართებაში ვიღაც დგას და რაღაცა აკეთებს, ხო? აი, აქ ესე ვიტყოდი, რომ გაფრთხილება სჭირდება, ხო? რაც შეიძლება ნაკლები გაცემა, რაც შეიძლება ნაკლებად საუბარი თქვენს ფინანსურ რესურსზე, რა შემოსავლები გაქვთ, ხო? რა გეგმები გაქვთ, ვთქვათ, რომ რითი შეიძლება რომ გაზარდოთ მატერიალური მდგომარეობა. პირველი ვარიანტი წარმოადგენს ფინანსებთან თებერვალში ძალიან ესე ვთქვათ, მაქსიმალურად გჭირდებათ გაფრთხილება, მოფრთხილება, ესე ვთქვათ, ფინანსების, რომ არ შეხვიდეთ შიხში, ხო? აი, ნახეთ, გასესხება ძალიან ისეთი მომენტია ხოლმე საუბარი, რომ აი, თქვათ, რაღაცას ველოდები, ხო? აი, არის, რომ ეხლა მე რაღაც ბიზნესის დაწყებას ვაპირებ და ასე შემდეგ და შესაძლებელია ესეთი გარემოცაში მოხდეს ეს ამის თქმა, რომ იქიდან, ვთქვათ, 10-დან 8-ს არ მოეწონოს თქვენი წინსვლა და თქვენი გეგმები, ხო? ამიტომ, ნახეთ, თქვათ, იწყებთ რაღაცა ბიზნესს, კარგად დააკვირდით, საბუთები იყოს ყოფში, ხო, რაზე აწერთ ხელს, რას გეგმობთ, ანუ ყველაფერი უნდა გათვალოთ. თებერვალი არ უნდა გქონდეთ ქაოტური ფინანსებთან მიმართებაში. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ ფინანსური რესურსი დაიცვათ, ხო? აი, იცით როგორი მომენტი არის, აი, თუ ყავთ პარტნიორი, ეცადეთ, რომ პარტნიორთან ერთად მაქსიმალურად თანხმდროში იყოს თქვენი აზრები, ხო? აი, რაღაცა მის გარეშე არ გადადგათ ნაბიჯი, ხო? აი, არის მომენტები, როდესაც ვთქვათ, კი, ენდობით ერთმანეთს პარტნიორები, მაგრამ ვთქვათ, საბოლოო ჯამში, თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება და რაღაცა არ გამოვიდეს ისე ნაწყენი დაგრჩებათ, ხო? მე რა თქმა უნდა თქვენი პარტნიორს რომ აი რატო არ მითხარ, რატო არ გამოვთხილ. თუ უფროსია, უფროსაც ეცადეთ, რომ უფროსთან მიიტანოთ ყველა ინფორმაცია და ნახეთ, თქვენ კი არ იყოთ იმ პროექტზე პასუხისმგებელი, არა თქვენი უფროსი იყოს, იმიტომ რომ შესაძლებელია ამ თქვენი პროექტიდან გამომდინარე პროექტზე, რომელზეც თქვენ იქნებით პასუხისმგებელი, ამასთან და არ გამოვიდეს ისე, როგორც უნდა გამოვიდეს, შესაბამისად, რა თქვენზე იქნება მერე პასუხისმგებლობა მატერიალური. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ფინანსებთან ურთიერთობაში ძალიან ისე არ გაგიტაცოთ, ხო, რაღაცა ცდუნებებმა, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება კარიერას. კარიერული კუთხით კარგად გაქვს დასაფიქრებელი. ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოთ კარიერულად, კარგად გადახედეთ. შესაძლებელია, ვიღაცები, ვთქვათ, არ იყოთ იმ სფეროში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ხო? გადახედეთ, რა გაქვთ კიდე შესასწავლი, ხო? აი, შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, როდესაც ვთქვათ, ყველა თქვენი საქმის ძალიან კარგი პროფესიონალი ხართ, მაგრამ შესაძლებელია, რატომაც არა, რომ კიდევ ახალი რაღაცა განვითარება ნახოთ, ხო? რაღაცა ახალი რა ვიცი, საქმე შეისწავლოთ, ხო? თუნდაც ხელსაქმე, ხა მაინდა-მაინც ვთქვათ, არ არის აქ უნივერსიტეტში სწავლა, ხო? კარიერასთან მიმართებაში მე ესე გეტყვით, რომ გექნებათ კარგი მდგომარეობა, კარგი სიტუაცია და წინსვლის მდგომარეობა, მაგრამ აი აქ როგორი მომენტი ისეთ კარგად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რა გაქვთ შესაძლებელი, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჩანს, კარიერას ძალიან ისეთ ემოციურად უყურებთ, ყველაფერზე შეიძლება რაღაცა ძალიან კარგი არის საკუთარი საქმე გიყვარს. მაგაზე კარგი არაფერი არ არის, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს, მაგრამ ხანდახან არის ეს იმდენად ემოციურია, რომ თქვენს კარიერასა და რაღაცა თქვენს პირად სივრცეს შორის რაღაცა აღარ არის, ხო? სივრცე
და ხანდახან არის რომ ძალიან გადაღლის მდგომარეობა არის. ნახეთ, გჭირდება ცოტა ხანი ესე ვთქვათ სამსახურიდან გამოთიშვა იმასთან მიმართებაში, რომ აი დაისვენოთ, რელაქსი გქონდეთ, დაფიქრდეთ, ახალი რაღაცა იდეები მოიფიქროთ, ხო, რაღაცა განავრცოთ თქვენი ცოდნა, ხო, ან უბრალოდ რაღაცა ახალი ხელსაქმე შეისწავლოთ, კიდევ ერთხელ გქონდეთ, ანუ ნახეთ, კარიერული ზრდა იქნება და ამაზე ძალიან დიდი კმაყოფილებაც გექნებათ, უბრალოდ აქ თქვენ ძალიან გჭირდებათ, მე ესე ვიტყოდი, ცოტა დასვენება და ნახეთ, მერე უფრო კარგად რეალიზებას მოახდენთ თქვენი თავისას, თქვენი ფიქრებისას, თქვენი გეგმებისას, აი ეს მომენტი არის აქ და ამიტომ გჭირდებათ, რომ ცოტა სიმშვიდე, ცოტა დასვენება. ნახეთ, არის მომენტი, როდესაც აი ყველაფერზე მე გავაკეთებ, მე ავიღებ ჩემ თავზე, მე და ნახეთ როგორი მომენტი, აი აქ გადაღლის მდგომარეობა არის და აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცა შეცდომების მდგომარეობაც დაუშვათ. ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი თავიდან დაწყებას რომ მოგიწიოთ, თქვათ რაღაცა მერე დასვენება აუცილებლად გჭირდებათ. ეს არის თქვენთვის აი თუ გინდათ რომ კარიერული ზრდა გქონდეთ, ცოტა ხანი უნდა დაისვენოთ, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას რაღაცა გაუგებრობაშიც იყოთ უკვე იმდენ საქმეს აკეთებდეთ. რაც შეეხება პირადს. პირველი ვარიანტი რა ხდება? რაც შეეხება პირადს. ნუ აქ თუ უკვე არის ურთიერთობაში პრობლემები, თუ უკვე რაღაცა გულის ტკივილი გვაქვს და გვაქვს რაღაცა ციშორე, არ ნერვულად ცოტა თავისუფლად მიხედეთ, ხო? ანუ პირადთან მიმართებაში როგორც ჩანს, თქვენთან არის რაღაცა განხეთქილება, არის რაღაცა პრობლემა, ესე ვიტყოდი და გაქვთ გულის წყვეტა. თუმცა უკვე ნელ-ნელა შეიძლება ითქვას, რომ იწყებდეთ გამორჩევას, იწყებდეთ რაღაცა საკუთარი ემოციების დაბალანსებას, რაღაცას თავიდან იწყებდეთ, ხო? ნუ შესაძლებელია, რომ აი დიდი ტკივილების მერე ახალი ურთიერთობის მდგომარეობა შეიძლება დაიწყოს, ხო, რატომაც არა. მაგრამ აქ როგორი მომენტია ესეთ აი პირადის მდგომარეობაში, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ნახეთ, გჭირდებათ დაბალანსება. შეიძლება აქ რაღაცა მომენტში თქვენი პირადი ურთიერთობის რაღაცა პრობლემები, ხო, იყოს გამოწვეული შეიძლება თქვენ სამსახურთან მიმართებაში და საქმიანობასთან მიმართებაში. და რატომ აი დროის განაწილების პრობლემა გქონდეთ, ხო, იმიტომ რომ რაღაცა აქ იმდენად მიჩანს, რომ სამსახურზე ისე ხართ გადართული და რაღაცა ეს ქაოტურად ხართ უკვე და გადაღლილი ხართ ზოგადად ყველაფერში. შეიძლება პირადიდან გამომდინარე ხართ გადაღლილი და ვეღარ ამიტომ აქაოსდით სამსახურში. ყოველ შემთხვევაში პირად მდგომარეობასთან მიმართებაში გეტყვით, რომ ტკივილები, რომელიც გაქვთ, ტკივილები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უკვე გაიარეთ, იმიტომ რომ აქ უფრო კი ბატონო, აქ უფრო გავლილ მდგომარეობას მიჩვენებს და ეს უკვე მოტოვება ხდება წარსულში, ხო? რაღაცა განახლებას იწყებთ, რაღაცა დალაგებას იწყებთ, შეიძლება ესე ითქვას, თქვენი დაბალანსებას იწყებთ, თქვენი ემოციების, სამსახურის, სახლის, პირადი ურთიერთობის, ხო, რაღაცა შინაგანი რესურსის გამოყენება დაიწყეთ უკვე თითქოს აქ ესეთი მომენტი არის. რაღაცნაირად არ იქნება მარტივი, შეიძლება ეს ითქვას რაღაცა პირად ურთიერთობასთან მიმართებაში გქონდეთ კიდე მაინც შემორჩენილი ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ერთი კარგი რაც არის, აქ არის ის, რომ ის უკვე გადალახულია, ის უკვე დასრულებულია, ის უკვე დახურულია და თქვენ უკვე იწყებთ ნელ-ნელა განახლების მდგომარეობას. კი შეიძლება გქონდეთ რაღაცა მომენტებში საკუთარ თავთან კონფლიქტი, საზოგადოებასთან კონფლიქტი, იმიტომ რომ ვიღაცა გეტყვით, რომ აი ჩვენ ხო გეუბნებოდით, რომ თქვა შენი ღირსი არ იყო ეს ადამიანი და ამასთან მიმართებაში შეიძლება გქონდეთ თქვენ რეაქცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ესე ვიტყოდი, აქ არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გამოფხიზლებას, გამორჩევას იწყებს და გამორღვევას იწყებს იმ ჩიხისას, რომელიც თქვათ თქვენს და თქვენი ყოფილ პარტნიორს ვიტყვი, იმიტომ რომ აქ აშკარად ესე მიჩვენებს უკვე დასრულებული არის ურთიერთობა, ან უბრალოდ რა ვიცი შეიძლება წარსულ ურთიერთობაზე ფიქრობთ და თითქოს აი აქ არის რაღაც ეს მომენტი.
მე ესე ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება ძალიან ბევრი რამე ისწავლეთ და ამ ურთიერთობამ გასწავლათ, თქვათ, გაგხადათ უფრო ბრძენი, ხო? გაგხადათ უფრო რაღაც ესეთი ძლიერი ადამიანი. თუნდაც საკუთარი თავის დაფასება ისწავლეთ, თუნდაც საკუთარ თავის მოსმენა ისწავლეთ, ხო? თუ აქ კონკრეტულად დაშორებული მდგომარეობა არ არის, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ურთიერთობაში ის რაღაცა გულისწყეტა, რაღაცნაირად ვერ გაგება, არ მოსმენა, რაღაც აი ზუსტად თავიდან ის დავიწყე, რომ ფსიქოლოგია, ტარო და რჩევებით, აი რაღაცა მომენტში შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ აი შეხვედით უბრალოდ შეიძლება ჩიხში და აღარ იცით როგორ გამოხდეთ, მაგრამ აი ხვდებით, რომ უნდა დაიშალოს ის კედლები და თავიდან უნდა დაიწყოს რაღაც, აი ფუნდამენტის დარღვევა არ უნდა მოხდეს, თქვათ და ჩამოიშალოს კედლები, იმიტომ რომ არასწორად დადებული აგურებით, ვერ გამოვიდა ხო რაღაცა ლამაზი შენობა. ამიტომ უნდა მოიგრეს რაღაცა ფუნდამენტამდე დავიდეს, რომ მერე თავიდან დაალაგდეს. ხო, უკვე გამოცდილებით, უკვე რაღაცა ნასწავლით, უკვე რაღაცა გაანალიზებული და გააზრებული. ისე რომ პირადთან მიმართებაში ცოტა უფრო ემოციური მდგომარეობა და ნახეთ პირადის მდგომარეობაში რომ ესეც ცოტა რაღაც ემოციური მდგომარეობა გაქვთ, აი ეს ემოციები ძალიან გადმოგაქვთ, როგორც ჩანს თქვენ შეიძლება გადმოიტანოთ თქვენს ფინანსურ და კარიერულ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცა პრობლემები შექმნას, ამიტომ მაქსიმუმად ეცადეთ რომ აკონტროლოთ თქვენი შინაგანი ხმა, შინაგანი ემოციები. მოკლედ აი ესეთი არის პირველი ვარიანტისთვის. და ვნახოთ მეორე ვარიანტი, რას შემოგთავაზებს, რას გვეტყვის. ეს მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, ეს ილო. გაუთხილდით თავს პირველი ვარიანტი, ცოტა როგორც ჩანს შეიძლება რთული პერიოდიდან გამოდიხართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოსული, ამიტომ ძალიანაც უნდა ძაბავთ თქვენს თავს. ეს ის სპილვა. ნახოთ, რას გვეტყვის სპილვა, რას დაგველაპარაკება. ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი. ნახოთ თქვენთან როგორ იქნება ფინანსები. კარიერაში ორი ამოვიდა და დავტოვოთ, რახან ესე უნდა და პირადი. დავიწყოთ ფინანსები. ფინანსებთან რა შეიძლება თქვას ადამიანმა იმპერატრიცით. მე გეტყვით იმას, რომ ფინანსურად საკმაოდ რესურსული მდგომარეობა გაქვთ, დასის ფონი მზე არ ვიცი, ფინანსური კუთხით მეორე ვარიანტს გეტყვით, რომ აშკარად გიმართლებთ, ფორტუნა თქვენსკენ იწყებს დატრიალებას, თქვენსკენ იწყებს შანსების გამოგზავნას. მეორე ვარიანტისთვის ფინანსური მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებისკენ მიდის. კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსური რესურსით, შეიძლება ხა მილიონები ნამდვილად ვერ იშოვოთ, იმიტომ რომ რაღაცა გამოფხიზლება ხდება, თუ აქამდე რაღაცნაირად ესე ვთქვათ, გქონდათ დაპაუზებული მდგომარეობა, ფინანსურად კრიზისული პერიოდი და მთავრდება ეს სიტუაცია, მთავრდება თქვენს რეალობაში მდგომარეობა, სწორდება და თქვენ გეძლევა ჩანსი. როგორც ჩანს, აქამდე ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემების წინაშე იდექით და თითქოს ვერ ხედავდით, რომ რაღაცა გამოსავალი იყო. და ეხლა შეიძლება ითქვას ფინანსური კუთხით ნელ-ნელა იწყება თქვენი გამოსწორება. მე კიდევ ერთხელ გქონდებით, ეს არ იქნება თებერვლის თვეში რაღაცა ძალიან დიდი თანხები, ეს არ იქნება რაღაცა აი უცბად ჩამოვარდნა ციდან მილიონების, მაგრამ ეს იქნება დასასრული იმ კრიზისული პერიოდის, რა პერიოდიც თქვათ თქვენ გაიარეთ ბოლო პერიოდში, ბოლო თქვათ 6 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას. ხო, აი ეს არის ის მდგომარეობა, რომ თქვენ იმ როგორც იქნა დასრულდება თქვენი სიმძიმე, თქვენი რაღაცა პრობლემური საკითხები, თქვათ ვალების დადადება ისევ, რაღაცა ვერ გადახდა, ხო, აი ანუ ფინანსური კუთხით მე ესე გეტყვით, რომ გამოსწორების პერიოდი გაქვთ, განახლების პერიოდი გაქვთ, ფორტუნა თქვენსკენ იწყებს სიარულს და როგორც იქნა
თქვენ გეძლევა ჩანსი რომ გამოფხიზდეთ, გამოიღვიძოთ და ნელ-ნელა რესურსი შეივსოთ, ხო? ნელ-ნელა რესურსი აღადგინოთ. ან შესაძლებელია ვიღაცამ თქვენთან ერთად გადაინაწილოს კიდევაც პასუხისმგებლობები ფინანსებთან დაკავშირებით და დაგეხმაროთ, ხო, აი რა ესე ვთქვათ, რაღაცა მატერიალურად და შესაბამისად ეს იქნება კიდევ ის მომენტი, რომ აი გამოგიწვით ხოთ, ხო, თქვენ პასუხისმგებლობები, რომელიც გაქვთ, ამას რაღაცნაირად ესე ვთქვათ, გადაანაწილებთ და აღარ იქნებით ისეთი დატვირთული. და შესაბამისად უკვე ფინანსურ რესურსთან მიმართებაში თქვენ შეძლებთ რომ შემოსავალი მიიღოთ, ხო, რაღაცა შეიძლება რაღაც ისეთი მომენტიც იყოს, რომ თქვათ უბრალოდ დაღლილი იყავით და ისვენებდით როგორ ვერ ახერხებდით რესურსის აღდგენას, ხო, რაღაცა ენერგეტიკულად, მაგრამ თებერვალი როგორც ჩანს თქვენთვის აღმოჩნდება თვე, რომელიც მოგცემთ რაღაცნაირად განახლებას რესურსისას და შეძლებთ წინ წახვიდეთ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს კარიერაში. კარიერასთან მიმართებაში მე ვიტყვით, რომ ახლა ცოტა არ იყოს და თქვენ ძალიან ბევრი რაღაცა გინდათ გააკეთოთ, მაგრამ თითქოს რაღაცა გიშლით ხელს. თითქოს რაღაცა არ გაძლევთ საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ. მე ესე გეტყვით, კარიერული კუთხით ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გჭირდებათ. რასთან დაკავშირებით გჭირდებათ ტრანსფორმაცია? იცით რა არის, აი ნახეთ, მე ესე გეტყვით, ერთი დღე მინდა, მეორე დღე არ მინდა, ერთი დღე რაღაცას გავაკეთებ, მეორე დღეს უბრალოდ ვიხარ და ვფიქრობ, რაღაცა შიშის მდგომარეობა გქონდეთ. თითქოს აქ გეშინიათ, რომ თქვათ, რომ რაღაცა მე უნდა გავაკეთებ, ან მე მინდა წინ წასვლო. ხო, აი რაღაც ნახეთ, იდეის დონეზე სადღაც გონებაში გაქვთ, რომ გინდათ კარიერულად გაზარდოთ თქვენი თავი, მაგრამ რაღაცა გაშინებთ, რაღაცა არ გაძლევთ საშუალებას, თითქოს რაღაცა არ გეხმარებათ, ხო, მაგრამ აქ მე ესე გეტყვით, რომ აქ საკუთარ თავთანა გაქვთ ეს ისინი, აი თქვენი შიშები, რომ აი მე როგორ გამომივა, არ გამომივა, ხო, თქვათ რაღაცას აკეთებთ, თქვათ ხართ იურისტი და უცებ რაღაცა გადაწყვეტეთ, რომ გინდათ გახდეთ კონდიტერი. პირობითად, ხო, აი რაღაც ძალიან ისეთი მომენტია, ხო, აი რაღაც სხვადასხვა სფერო აქვს. მაგრამ და ის გააქვთ ის მომენტი, რომ აი აქ სადაც ვარ აღარ მომწონს, ვეღარ ვიზრდები, ვეღარ ვითარდები, მაგრამ აი ვიცი რომ განვითარდები, მაგრამ აი იმ კონდიტერობაზე ვერ წავალ, იმიტომ რომ მე მეშინია რომ რაღაცა არ გამომივიდეს, რომ რაღაცა ვერ გავაკეთო, რომ რაღაცაზე უარი მითხრან, რომ შევიდე ჩიხში, რომ ფინანსურად მე გამიჭირდეს ისევე, ხო? აი, ნახეთ, ძალიან ესეთი მომენტი გაქვთ, ხვდები თქვენ, აი თითქოს საკუთარ თავს ბლოკავთ, ხო? აი ადგებით შეიძლება თქვათ, რომ აი ხსიო, მე ხვალიდან ვიწყებ, მე ვამთავრებ რაღაცა ჩემ ცხოვრებაში, აი ამ რაღაცა პერიოდს, მე თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი, თავიდან უნდა გავაკეთო, გამოვიდე, დაიწყებთ ოცნებებს, მაგრამ მე როგორც ჩანს, მე უბრალოდ რაღაცა ამ თქვენს ოცნებებში ისე ხართ გაართული და ისე ხართ ხოლმე გადართული, რომ გავიწყდებათ, რომ ამ ოცნებებს მოქმედება სჭირდება, ხო? და კარიერულად ესე გეტყვით, თუ გინდათ რომ წინ წახვიდეთ და თუ გინდათ რომ რაღაცას მიაღწიოთ, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ მოქმედება, აუცილებლად გჭირდებათ მოძრაობა და ნახეთ, თქვენ უკვე იცით რა გინდათ. ესეა აქ სიტუაცია ესე მიჩვენებს, რომ თქვენ უკვე იცით რა გინდათ, მაგრამ აი თქვენი შიშის მდგომარეობა არ გაძლევთ ამის საშუალებას. უბრალოდ ერთხელ სამუდამოდ უნდა ადგეთ და გააკეთოთ ის, რაც გინდათ. ხანდახან საჭიროა მიენდოთ გულს, მიენდოთ თქვენს ქვეცნობიერს იმისთვის, რომ მიხვდეთ გამარჯვებამდე, ხო? კარიერული კუთხით, აი მე ესე ვიტყვი, რომ გექნებათ საშუალება, რომ წარმატებული იყოთ, გექნებათ საშუალება, რომ ძლიერად დადგეთ ფეხზე, მაგრამ აი აქ ხელი შემშლელი ფაქტორი თქვენ კონკრეტულად თქვენ თვითონ ხართ, ამიტომ რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიიყვანეთ, ნუ აჩერებთ, ნუ ჩერდებით, ნუ ბლოკავთ საკუთარ თავს, აი რატომღაც ძალიან ისეთი მომენტი გაქვთ თქვენ. და რაც შეეხება პირათან დაკავშირებით, ნახოთ, მეორე ვარიანტის პირადი ურთიერთობა როგორი იქნება.
მოკლედ, პირათან დაკავშირებით მე ესე ვიტყვი, თუ არ ხართ ურთიერთობაში, თქვენს ცხოვრებაში შემოვა ურთიერთობა, თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც და არ ყავს თქვენს სიმშვიდეს და თქვენს სიწყნარეს და თქვენს ჰარმონიულობას, ესე რომ ვთქვათ, ადამიანს შეიძლება რაღაცა გაიცნოთ სუფრაზე, ესე ვთქვათ, სადაც თითქოს თქვენზე პატარაც იყოს, ასაკით, არ ვიცი რატომ ეს ინფორმაციაც მოდის, მაგრამ მოდით ნახოთ ესე, ხო? ანუ ვინც არ ხართ ურთიერთობაში, თქვენთან დასრულდება ეს რაღაცა პრობლემა ურთიერთობის მდგომარეობაში და შემოდის ემოციები, შემოდის რაღაცა ახალი ეტაპი. კიდევ ერთხელ გონებით, აქ შეიძლება ერთადერთი იცოდეთ, რომ აქ შესაძლებელია რომ პრობლემური სიტუაცია იყოს, იმიტომ რომ თქვენზე პატარა იყოს თქვენზე თან მიმართებაში ცოტა ისეთი უეცრად შემოსული მდგომარეობა, ხო? და გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება სამკუთხედ სიტუაციაშიც კი ამოყოს თავი, ამიტომ მაქსიმალურად ცოტა ფრთხილად იყავით. მაგრამ ვინც არ ხართ ვინც ხართ უკვე ურთიერთობაში და არ ელოდებით თეთრաշზე ამხედრებულ პრინცს, გეტყვით, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაცა პერიოდი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის ცოტა გაურკვევლობები იყო, თქვენთვის შეიძლება ცოტა რაღაცა ან ვერ ხვდებოდით რა იყო, ხო? რაღაცა მომენტში ცოტა არეული სიტუაცია გქონდათ, ან რაღაცა მსგავსი გქონდათ, იცოდეთ, რომ თქვენთვისაც ესე მთავრდება და უბრალოდ განახლება იწყება, ხო? აქ შეიძლება ითქვას, ადამიანი უბრალოდ შეიძლება ჩაიხედა თავის თავში, რაღაცა განმარტოების მდგომარეობა მიიღო და დაინახა, თქვათ, შანსი სად უნდა წავიდეს, იმიტომ რომ აქ თქვა თქვენ მისთვის რაღაცა საბოლოო ჯამში მიხვდა რომ თქვენთან ერთად უნდა ყოფნა, ხო? ანუ აქ როგორი მომენტია, აი აშკარად ვინც ურთიერთობაში ხართ, ხო? აი აშკარად რაღაცა დასასრული რო არის ურთიერთობის და აი დასასრულიდან რო თავიდან დავიწყებთ ყველაფერს, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი მოდის აქ, ესე ვიტყოდი, ხო? ნახეთ, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ეცადეთ, რომ ძალიან ისეთ ილუზიებში არ იმყოფოთ თავი და უბრალოდ აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. აი ნახეთ, ილუზიურ, ანუ არ იოცნებოთ ტყუილად, უბრალოდ ნახეთ, როგორი მომენტი. აი ხა ჩემო, თქვათ, მეუღლემ მომიტანოს ნეტა ვარდები, ხო? თქვათ, თუ რა ვიცი, ყვავილები თუ ბეჭედი მაჩუქოს თუ ცუნამო მაჩუქოს რაღაცა, აი ხა მოვიდეს და მითხას მიყვარხარ, ხო? ნახეთ, როგორი მომენტი არის. შეიძლება ადამიანი თვლის, რომ საერთოდ ნუ ხო არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ვარდები, ან საერთოდ უკეთად ყვავილების მიტანა, ხო? შეიძლება თვლის, რომ ვიცი, აღარ არის საჭირო, ხო, რაღაც არიან ეგეთი კატეგორიები, მაგრამ რაღაცა შეყვარებულების პერიოდში მიმქონდა, რა საჭირო, 8 მარts მივუტან, ან დაბადების დღეზე მაქსიმუმ, ხო? ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ რომ უთხრათ ადამიანს, რომ იცი რა, მე მიყვარს, როდესაც ყვავილებს ვჩუქნიან და ეს რაღაცა მე მავსებს და მაშინ მახსოვს რომ ჩუქნიდი, ან რაღაცა მეც მინდა რომ აჩუქო, ხო? აი უბრალოდ პირდაპირ ადექით და უთხარით, რომ აი მე მიყვარს ყვავილები და ძალიან მესიამნება თუ მომიდა ყვავილებს. ანუ ესე თქვენთვის ჩაკეტილი მდგომარეობაში ნუ გექნება და ნახეთ აქ როგორი მომენტია. აი შეიძლება ითქვას, რომ აი აქ მიხვდეთ რომ შესაძლებელი მაქვს რაღაცები, მოდი ახლა მე დავასრულებ, აი ჩავთვლი რომ დასრულდა ურთიერთობა და დავიწყებ თავიდან ურთიერთობას. თავიდან დავიწყებ მასთან კომუნიკაციას, რა მომწონს, რა არ მომწონს, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, ხო? ანუ რაღაცა თავიდან გავეცნობი, ხვდებით? აი აქ რაღაც განახლების მდგომარეობა იქნება და საბოლოო ჯამში მე ისე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი იქნება თქვენთვის, საკმაოდ კარგად დამთავრდება ურთიერთობის ბოლო, ესე რომ ვთქვათ, თუ ახალ პარტნიორს გაიცნობთ, მაგ კუთხითაც ძალიან ახლა ემოციებში ნუ წახვალთ, მაგრამ მიყევით დინებას და რაღაცა ნელა-ნელა შეაპარეთ საკუთარ თავს, ხო? რაღაც ჯერ გაიცანით კარგად და მერე გადაწყვეტეთ რა იყოს და როგორ იყოს. და ემოციას არ აყვათ, აი დაუცბათები მდგომარეობა არ იყოს, ხო? რაღაც უცებ გავიცანით და ერთ-ერთში გადავწყვეტე რომ ოჯახი შევქნა. ანუ ესე ნუ გააკეთეთ, მაინც გაიარეთ რაღაცები, შეეკითხეთ რაღაცები, კარგად აუხსენით თქვენთვის რა არის პრიორიტეტული, ხო? და ვინც ხართ უკვე ურთიერთობაში, აი თქვენ განახლების პერიოდი გელოდებათ. აი თქვათ რაღაცა მოლოდინი გაქვთ, ნახეთ, თუნდაც არის ისეთი მომენტი, რომ ვართ ურთიერთობაში, შელქმარი არ ვართ ურთიერთობაში და ნახეთ
არ დგავს ეს ადამიანი არც აქეთ მოდის, არც იქეთ მოდის. მოდით დაასრულეთ, აი მოლოდინის რეჟიმით ჩაკალით, თუ ეს ადამიანი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გინდათ ამ ადამიანთან ხო ყოფნა, მოდით ეს მოლოდინის რეჟიმი გააჩერეთ და თავიდან დაიწყეთ ყველაფერი. და ნახეთ სად მიგიყვანთ, აი რაღაცა სადღაც როგორი მომენტია და რაღაცა რომ არ მიდის ბოლომდე, სადღაც ვკარგავთ კვანძს. და აი უпростоოდ აი შეიძლება უпростоოდ გაგვეკვანძოს სადღაც და მე სუდად წავიდეს. ძალიან კარგი ხომ იქ ქსოვაში მარტივი ერთი თვალი რომ ჩაგივარდეს, დამთავრებულია, იქ ყველაფერი არეულია. მორჩა. არა, უნდა დაარღვიო და თავიდან დაიწყო. აი თითქოს აქაც ეგ მომენტია, რაღაცა დაარღვიოთ და თავიდან დაიწყოთ. აი თავიდან გაეცნოთ. და მე უკვე მიხვდებით, რომ თურმე შედეგამდე მისვლა ძალიან მარტივი ყოფილა, როდესაც ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ, ყველაფერზე საუბრობთ და უბრალოდ ჩვენ გულში არ ვფიქრობთ, რაღაცა არ ვოცნებოთ. შეიძლება ადამიანი თქვენ გინდოდეთ ოჯახი შექმნა და საერთოდ ადამიანი ფიქრობდეს, რომ ჯერ არ ხართ ამისთვის მზად. ანუ ჩვეულებრივად შეიძლება ფიქრობდეს, რომ აი ჯერ არ ხართ ამისთვის მზად. ხო, ანუ უნდა მიხვდეს ის, რომ მზად ხართ. ახლა ეს უბრალოდ ურთიერთობაში ბევრი საუბარი გჭირდებათ. მეორე ვარიანტი იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ. ახალი პარტნიორი მოვა თუ ძველი პარტნიორი მოვა თუ ძველი ურთიერთობა გაგრძელდება თუ არა აქვს მნიშვნელობა, აი მეორე ვარიანტის როგორც ჩანს პირად ურთიერთობაში ძალიან მცირე კომუნიკაცია გაქვთ საუბრის და შესაბამისად აი მაქსიმუმად ეცადეთ რომ საუბარი შედგეს თქვენ შორის. ოღონდ საუბარი არ ნიშნავს კამათს, საუბარი ნიშნავს საუბარს, თავისი ჩახუტებით, თავისი მოფერებით, თავისი ტკბილი სიტყვით და თავისი რაღაცა აი თუნდაც პატარა ვახშმით, ხო? აი რაღაცა ერთი ბაკალი ღვინით, ესე რომ ვთქვათ, თუნდაც. ამიტომ მეორე ვარიანტი, აი მაგას მიაქციეთ ყველგან, რომ გჭირდება თქვენ პირად, ანუ ფინანსურად დადგებით, როგორც ჩანს უკვე გამოფხიზლება დაიწყეთ, კარიერულად ეცადეთ მაქსიმალურად, რომ იმოქმედოთ, ანუ მე მინდა რომ თვალ ჩამოვარდეს, ესე ვთქვათ, რაღაცა თანამდებობა დამეცეს და მე უცებ მითხრა, რომ всё, ხვალ შენ ამ თანამდებობაზე ხარ და კარგად იყავი. გაბარებს ამას ყველაფერს, შენ ესე არ ხდება, ხო? ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამისთვის რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამისთვის უნდა ახლა თუ ვთქვათ მინდა რომ მქონდეს მე ჩემი ბიზნესი, მინიმალური ის მაინც უნდა გავაკეთო, რომ ბიზნესი გეგმა დავწერა, ხო? ანუ ელემენტარული რას ვაკეთებ და საიდან ვიწყებ? ან ის მაინც უნდა გამოვარკვიო, რა საბუთები მჭირდება ამისთვის. ანუ მოქმედება დაიწყეთ, ნუ გაოცნებოთ, იმოქმედეთ, ნუ გაქვთ შიშები, იმოქმედეთ, რაც თავარია. და პირადშიც, ნუ აი მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ისაუბროთ. აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი. ნახოთ ვისთან როგორ რეზონირდება, ალბათ დაწერთ როგორც ყოველთვის გამემ და ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ეხმარებით ამით არხს ესე ვთქვათ, სხვა ადამიანებსაც გამოუჩნდეს, სხვა ადამიანებსაც შესთავაზოს YouTube-მა და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. და როგორც ასეთი შეგახსენებთ, რომ პირად დიაგნოსტიკასთან მიმართებაში შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ზე ნომერზე, რომელსაც მივუთითებ. დროებით.